მოიყურები, როგორც გამოიყურებ. ტელეფონით ვერცვები თან და კაფეში ვზივარ და რა თქმა უნდა უარი ვერ გითხარით და აბა გისმენთ რა ხდება ესეთი საჩქარა რა. დიდი მადლობა, ჩემო კარგო. ნინო ჭელიძე არის ჩვენთან ერთად, ადამიანი, რომელმაც დაწერა სტატუსი აი თბილისში დაწესებასთან დაკავშირებით გარკვეული გადასახადების და ის აიხლა განმარტებას აკეთებს, რომ ეს იყო ხუმრობა და ხალხმა ვერ გაუგო. შენ იყავი, არა, დამასრულებინ ერთად. შენ იყავი ადამიანი, რომელმაც დაწერა ისეთი კომენტარი, რომ შემდეგ უკვე რაღაცა მე მგონი 1000-მდე ლაიკი ჰქონდა შენს კომენტარს უფრო ბევრი დიდი ლაიკი ჰქონდა, რაც მთლიანად ნინოს სტატუსს, მაგრამ მე არ ვიცი ეს ქალბატონი ვინ არის და თუ იუმორში დაწერა, ვეპატიება, მაგრამ იქ პატარა სმაილიკით შეეძლო, რომ გაეკეთებინა და თუ ეს გააკეთა უბრალოდ იმის გამო, რომ თქვენთან ეთერში მოხდეს და უბრალოდ ყურადღება მიიქციოს ამითი, მაშინ ოკეი, გამოუვიდა და ბრავო ნინოს და ძალიან დიდი სისულელე იყო თუ ეს იყო მართლა ჭეშმარიტად და მართლა მთელი გულით დაწერილი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დაწერა იუმორში. თუმცა შენ აი ჩვენ ყოველთვის ვივრზვით ხოლმე ბულინგის წინააღმდეგ, ხო? და შენ აი მართლა არ მინდა. მე ვერ ვიტყვი შენ რაც დაწერე, აი უბედურება დაუწევ. რაღაცა ბულინგი გახდა ძალიან პოპულარული და ყველაფერს ეძახით ბულინგს და ეხა ადამიანი როცა ესეთ სისულელეს წერს, პასუხი უნდა მისცე ხა, როცა ჭხილში ჭუჭყიუდებს და ქალაქელობაზე და სოფლობაზე აქვს საუბარი. მივხვდი, ცოტა ძალიან ტეხავს, მივხვდი ქალაქლობა არ არის, მარტო ლოკაცია მე ვფიქრობ, ჩემოსაყვარელო. სოფლელობა, აი რას ნიშნავს ეს სოფლელობა? რატო უნდა ეწყინოს ადამიანს, რომ მეორე ადამიანმა თქვა, რომ ჩამოსულია სოფლელია? რატო არის ეს საწყენი? მით უმეტეს, რომ ყველა ამბობს, რომ საწყენი არ არის. გადასახადების დაწესება უბრალოდ ძალიან სასაცილო იყო და მეც რაღაც იუმორში შემომელანძღა ხელში და ძალიან ისე თორე ხა ამაზე დიდად არ მიფიქრია, იმიტომ რომ მე არ ვიცი ეს გოგო ვინ არის და საერთოდ აზრი არა ვარ და არ ვთვლი რომ მისი სიტყვა რაღაცა სხვეთს ამ ქვეყანაში საერთოდ და ამიტომ შესაბამისად მეც რაღაცა ცოტა ბინძური იუმორით უპასუხე რომ ჭხილი და ნაგავი გამოიყე და ქალაქელობაზე მე ისაუბრეთ ხო მომიტევას ეს პირდაპირობა მე ესეთი ენა მაქვს ყველა ვიცის მგონია ეს ხო თუმცა აი რაღაცა ქალისთვის ქალისგან ძალიან საწყენია მსგავსი შეფასებები ხო როცა თმაზე ბრჭილზე იღლიაზე და ასე შემდეგ საუბრობ საბოდიშოდ ნამდვილად არ ჩაგერთეთ მე რასაც ვამბობ მე შენი პოზიცია მაინტერესებს და იმიტომ გთხოვე რომ ჩემი პოზიცია იყო ეს რაღაცა უხამსი კომენტარი რაღაცა სისულელე და უპასუხე როგორც ჩავთვალე საჭირო და ჩემი უხამსი და თუ თქვენ ამას ვით რომ ეს არის უხამსი არ არის არ არის რა ეგრე აი ნონა ფილაურს აქვს რაღაც შეკითხვა ვერ გავიგე ნონა ანუ თქვენ იმას ამბობთ რომ უხამსობას უხამსობით უნდა უპასუხოთ და ჭხილში ჭუჭყი უხამსობა არ არის აი ხა თქვენ არ ვიცი რა იმით ამბობთ ამას ერთ ლოყაში რო გაგარტყან მეორე უნდა მიუშვირონ მე ის გოგო არა ვარ როცა ერთ ლოყაში მივტყავენ და მეორეს ვუშვერ ასე რომ შესაბამისი პასუხი მიიღო და როცა ესეთ საჯარო კომენტარს აკეთებ და ეხები ამდენ ადამიანს მე მგონი მზად უნდა იყო იმისთვის რომ გადაგივლიან კიდეც ჩაქროლა უნდა იყო რომ მე და დაგაბულინგებენ ადამიანს რომელსაც არ იცნობთ იმას ჭუჭყი უპოვოთ ხო ამაზეა საუბარი მე ესე გავიგე და ვის როგორ უნდა უპასუხო ამას მასწავლით არ ვიცი მიხარ არა თქვენ ვერაფერს ვერ გასწავლით ნონა ფილაური არის იურისტი ადვოკატი უბრალოდ ჩაგეკითხეთ მაინტერესებს მე ვფიქრობ რომ ჩემი აზრი ყველაზე კარგი ტიპია მიხდი მე ესე ვფიქრობ ხო თქვენ კაი ტიპი ხართ კარგით გავიგეთ თქვენ ძალიან დიდი მადლობა კარგი მაინტერესებს შენი აზრი აი ესე მიმკითხვას დაუბრუნდები აი ეს სოფლელობა დაუშვათ თუ ვიღაცა იტყვის რომ ის სოფლელი ან ეს ქალაქელია რატომ უნდა დააბულინგონ ეს ადამიანი აი რა არის აქ მთავარი რაც გულზე ხვდებათ ადამიანს არა მე არ ვფიქრობ მაგას რომ უნდა დააბულინგონ ადამიანი ამის გამო და ლოკაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინსად დაიბადა იმიტომ რომ რა ვიცი ყველა გამოჩენილი ადამიანი და ვინც კანდიდატობა თუნდაც ქართულ ისტორიაში ყველა იყო ჩამოსული და არ იყო თბილისელი და ეს აბსოლუტური სისულელეა მე ვფიქრობ ამაზე საუბარი ნინოს არ აქვს შეკითხვა კესარიასთან აი ნინო ზის აქ და გისმენს ახლა არა არანაირი კითხვები არ მაქვს იმიტომ რომ მე ვერ ვიგებ იმ ტერმინოლოგიას რასაც იყენებს
ანუ არ მესმის ეს სიტყვები რას ამბობს. არ ვიცი, გაიგონე თუ არა, ხმადაბო საუბრობ. ხო, ამ ტერმინოლოგიით არ პასუხობ, ხო. რას ვიზავთ ახლა ზოგს ტერმინოლოგია უნდა ქონდეს კარგი, ზოგს გარეგნობა, ზოგს ხმის ნიჭი, ზოგს რაღაცის ნიჭი უნდა ქონდეს განსაკუთრებით და მე ვფიქრობ შენ არც ვიზუალი გაქვს, არც ჰიგიენა იცი, არც ხალობა იცი და კიდე პლუს ამას მე გთხოვ. უამრავ კლეობას წერს ხოლმე Facebook-ზე მაპატიეთ და ასე რომ მე გთხოვ, არ ვიცნობ ადამიანს და როგორ აფასებს არ ესეთი შეფასებები, ურთიერთშეფასებები არ გვინდა, მოდი ერთმანეთს ადამიანს როგორ აფასებს? ბატონო? არ ვიცნობ ადამიანს და უცნობ ადამიანს როგორ აფასებს? თუ ვისაც არ იცნობ, იმაზე როგორ შეიძლება წარმოდგენა Facebook-ზე მქონდეს? გადავხედე ფოტოიდო, თავისი ნასკი ქონდათ, მასზე მოჭერილი და შხილში ჭუჭყი და აქედან გამომდინარე რაღაცერე ჩემექნა შაბეჭდილება, როგორც ქალზე, თორე მე არ ვიცი მისი ბაგაჟი და რას წარმოადგენს და ვინ არის. სტუდიაში ზის ახლა ნინო დიდხანს უნდა ვისმინოთ ეს? მაკა. დიდხანს უნდა ვისმინოთ? ჩემთან ერთად ვერთობით და უფრო მეტ დროს აი, იმიტომ რომ შეურაცხყოფის მეტი არაფერი მოგვისმენია და ხო რას ნიშნავს? ადამიანი ჩავრთე რომ მის პოზიცია მოვისმინო ახლა ეს ხო, მაგრამ ის უკვე პირად შეურაცხყოფაზეა გადასული და მე მგონი ჩართვის ხმა არის მის ყველას გაქვთ თქვენი სასაუბრო დრო და ძალიან გთხოვთ რა ჩემ დაგეგმილ თუ ჩამწეთ მაშინ მოვისმინეთ კეთილინებეთ და რო გავთიშავ შეგიძლიათ მე გადახვიდეთ ჩემს კრიტიკაზე და ლანძღვაზე. არა, ნამდვილად არავინ არავის ლანძღვას არ აპირებს. პირიქით, სწორედ აი ამიტომ მინდა მივიღო რაღაც ისეთი შედეგი და იმიტომაც გეკითხები რამდენჯერმე, აი გითხარი რომ ნინო აგზის ახლა არ ვიცი, არის თუ არა. ანუ რას ფიქრობ ახლა მე რასაც წერნი რომ მანძის რაღაცა მოუნდა მოვიბოდიშო და თუ რისით მაგ არა, ეს არის შენი პირადი საქმე, შენი პირადი ნება. მე გიხსნი სიტუაციას და შენ გადაწყვეტილება შენ თვითონ მიიღებ, როგორ მოიცე. თქვენ იცით რომ მე ვერთვები და თქვენ ხედავთ მე თქვენ ვერ ხედავთ. ასე რომ ჩემი აზრი მოისმინეთ და აწი თქვენ განავრცეთ და გადაწყვიტეთ მან როგორ და რანაირად და მგონჯობია რომ დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგ საღამოს ვატარებ და ნინოსაც უსურვებ წარმატებებს, იურისტასაც და თქვენც ხალხო. იურისტები წარმატებულები არიან, მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა, კესო რომ გვერთვებოდი პირდაპირ ეთერში. არ ვიცი, თუ გინდა მიმართო ვინმეს მოგცემ ამის საშუალებას და დაგემშვიდობებ. მე მინდა მიმართვა ნინოს აი მაგ სტატუსის ავტორს ჩემი ხარჯებით მინდა რომ წავიყვანო სალონში და რაღაცა ქალური რაღაცეები, ხრიკები ვასწავლო და თუნდაც რაღაცა ელემენტარული ჰიგიენის ნორმები რა დაიცვას დაკარგება. კარგი, მე მგონი ეს არ არის თქვათ ისეთი წინადადება, მოდი არ გვინდა ამ ტონალობაში ნუ გადავალთ. დიდი მადლობა რომ გვერთვებოდი პირდაპირ ეთერში. კესარია აბრამიძე იყო ჩვენთან ერთად, მოდელი და ერთ-ერთი კომენტარის ავტორი, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ასევე რაღაც მინდა ვთქვა მაკა. და სწორედ ამიტომ ჩავრთე არა, მე ერთი მომენტი რაღაცა შემზარა ამ ყველაფერმა და არ მესიამოვნა, თუმცა ეს არის ის რეალობა, რაშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. აი ეს შეფასებები, აი ესეთი ხედვები, ესეთი აქმები მოვლენის, ესაა ჩვენი პრობლემა და წეღან მე და თქვენ დავობდით და თქვენ თქვით, რომ კი, სახელმწიფომ თავისი უნდა გააკეთოს და ამ მორალზე და ზნეობაზეც უნდა იზრუნოს, რა თქმა უნდა. მაშინ ადამიანის თვითშეგნება გაზრდილია და იუმორსაც სწორად იგებს და ყველაფერს და ადეკვატურია. და სწორედ ამიტომ მინდა ახლა ვთქვა, რომ ალბათ სწორი იყო დღეს ამ გადაცემის მოწყობა, ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ცოტა არ მესიამოვნდა, რო გითხრა სიმართლე. იმიტომ რომ საზოგადოების ძალიან სერიოზული ნაწილი ასე აზროვნებს, იგივე იმ ბულინგიდან გამომდინარე, რაზეც ნინო მისაუბრა და ძალიან შემაწუხებელია ეს ყველაფერი და რაც შემაწუხებელია ალბათ ჟურნალისტისთვის ეს არის მტკივნეული და მოაქვს გადაცემაში. ალბათ ეს ემოცია. ეს არის რეალობა, ნონა. ეს არის რეალობა, გეთანხმები? მე ყოველთვის აი ჩემ გადაცემაზე არის ხოლმე ძალიან თავდასხმები, რომ ესე გააკეთა და იჭყუბეს და ეს თქვა იმანუც ეს უთხრა. ხო, ეს არის ჩვენი საზოგადოება, თავისუფალი ფორმატი და ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო ისეთი გადაცემა, რა რეალობაც არის გარეთ. ეს არის რეალობა. ის ადამიანები ნინოს პოზიცია იმდენად თავშეკავებული იყო ამ წუთში. ის ადამიანები, ვინც წერენ ამას, ეს რატომ მოათრია, ის მოათრა, აი ამენით ვინც წერს.
ისინი ხო თვითონ ესეთები დედამიწა. ესე აი, ამ მეტყველებენ წუთში მივხვდი რაც ამას. ვითომ არ მოსწონთ თუმცა მოსასმენად რატო ძალიან ჩხუბობ არასასიამოვნოა. შენ რატო ჩხუბობ როდესაც მიწერ ესეთ კომენტარს მე ადამიანს რომელსაც ჩვენთვის არაფერი დამიშავებია ნონას გიორგის ნინოს რატო უწერ ესეთ კომენტარს ის მოათრე ეს ადიპოვე ეს აიდან გამოჩხრეკა ის რატო უწერ შენ თვითონ ხო უარესს აკეთებ იმ წუთას იმიტომ აკეთებს ეს ადამიანი იმიტომ იქცევა ესე რომ აი ესეთი საზოგადოებაა შენც ეგეთი ხარ და იმიტომ გაჩვენებ ამას ეს არის რეალობა ტელევიზია არის სარკე ხო საზოგადოების რეალობა რაც არის ვერ გაექცა ეხლა მე რო დავждდი აქ და ვილაპარაკოთ რომ გეთაყვა თუ შეიძლება რაღაცა ეს და სიფაფუკის ფისოობები აქ ვაფრქვიო ეს ხო არ იქნება რეალობა ეს იქნება ტყუილი აი ნერვზე რო გამოკრავ მაყურებელს აი ეგ არის კი, მაგრამ მაყურებელთან ძალიან მე პირველ რიგში ნინოს და მე აი მართლა ვუხდი პირადად ერთი ადამიანის სახელით მადლობას იმ უღირსეულესი თავშეკავებისთვის რომ პასუხი არ გასცა. ნინო მართლა ეს მართლა დასწინდა რომ არ შეიძლება პასუხი გასცე ის რაც მიუხედავად რომ იმ ქალბატონს თავისი სითამამეების გამო მე ცალსახად პატივს ვუყურებდა რომ არ არის თამამი ის დაკომპლექსებული ადამიანია და მაგრამ რაღაცა ეთიკაც არსებობს და უბრალოდ გავიხსენებ აი რასაც თქვენავთ აბსოლუტურად ეს არის იცით რა კატეგორიის აი თქვენთან რომ მომიწია გახსოვთ სტალინზე კამათი